მოგესალმებით საქმე არ არის საქმე კარგად მეგობრებო არ არის ძიმეთ არის არა ნუ ხა არ არის საგადაო თემა რა არ არის საგადაო ერთი წუთი რა არ არის არა ჩვენ გვეგონა რომ ყველაფერი იყო კარგად აი ხა პირველად ამ განაცემის ისტორიაში ვამბობ რომ არ არის საქმე უნდა გაგიხეთქოთ გული მაგრამ პირველად ვართ ესეთი შეშინებულები დეპრესიაში კი ბატონო რომ მე უჩნოი გვაქვს ამოწეული პრაქტიკულად გაზიც ეგეთი აღარ გვაქვს ნუ აი სასოწარკვეთა პირველად მომეცა მეც რა პროკურატურის მოთხოვნა იყო რომ ეს ბიჭები დარჩნენ ციხეში და ჩვენი მოთხოვნა იყო რომ გადაეხედათ სასაკვირველია პროკურატურამ ეს არც გაითვალისწინა ისევე როგორც არ გაითვალისწინა 2000 ხელმოწერა ისევე როგორც არ გაითვალისწინა უფრო მეტი ჩვენი ვიდეო მიმართვა და ასე შემდეგ ასე რომ ნუ ცხოვრობთ ქვეყანაში სადაც ვერ ვხედავენ და არ ვარსებობთ და 23-ში დაგანახებთ ჩვენ თავს ნახავთ რა ძალა აქვს თეატრს ეს იქნება ჩვენი თეატრის მანიფესტი რომელშიც შემდეგში დარწმუნებული ვარ რომ შემოგვიერთნებიან ყველა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელი და ვაჩვენებთ ძალიან დიდ სოლიდარობას რა და ვაჩვენებთ ყველაზე მთავარს და ეს მე მგონი იქნება მაგალითი როგორ შეგვიძლია დავაწყოთ არა რას ვაჩვენებთ და აი აქედან რომ არა მეგობრებო იცით რა არის საქმე რომ მთელი 53 წელი სამჯერ ვარ სულიარში ნაყოფი და ყველაზე ძალიან მე მეხება რომ მე საერთოდ არ ამსუ ძალა რა არის თეატრი რა არის არ ვიცი და შენ წარმოგიდგენ ძალას რომ ბაჩვენებენ ის რა არის ეხლა დავიწყოთ რა რომ ბიჭო აი გიჟი მინახია ნაპოლეონი ვარო ტიპები იძახიან ჰიტლერი ვარო ვერთოაპატე და ღმერთი ვარო და დოი ვინ არის ატლანტია ანუ ვინ არის ქაოსია ანუ მე ვიტყვი არა მაგას ვერ იტყვი არ შეიძლება რომ თქვა ვინ არის დოი მაგრამ სპადრო დოი შევაფასოთ რა დოი არის ჩვენ ძალიან დიდი ხანი დღის წესრიგში არ ყოლია დოი და ეხა თვითონ გაიკომიკურა თავი და შესაბამისად ნუ რატის უგეყოლა ხო რა და ეგეც სასაცილო ტიპია რომ დოი რო გემუქრება ვადას რო ვადის მოცემიდან პროსტო ვადა რო მოგცა მან და მერეა უკვე ყველაფერი იმიტომ რომ ვიცი ესე იგი გინდა ტერორისტები აიღე გინდა რევოლუციონერები გინდა ის ვადა არსებობს ან 12 საათი ან 24 საათი რაღაც 58 საათი კაი ერთი კვირა ერთი კვირა რა თან იმ პირობებში როცა ის აწამებენ დოის ჯერა რომ ხალხს მის თეატრის დას და გუნდის წევრებს აწამებენ 10 დღე მისცე ვადა რომ აი 10 დღე აწამეთ და მე უკვე მე ვიმოქმედებ ძალიან არაეთიკური არა ძალიან დებილობაა და ვადის სამოწურნე +2 დღე ხო და ეგ +2 დღე მაგრამ ყოველთვის აი ეს ტერორისტები მაგალითად ანონსებენ რას გააკეთებენ წინააღმდეგ შემთხვევაში მაგალითად დაიწყებენ ყოველ საათში ერთი ზალოჟნიკის დაბრუნებას კი ბატონო ხო და დოი რას ანონსებს ვერ ამაშია მისი თავზარ დამცემობის ეფექტი ჩვენ არ ვიცი დოი ის ყველაფერზე სპასოვნია რა მაქსიმუმი რა შეიძლება გააკეთოს მე მომდის ისეთი რაღაცები რაც პროსტა ეთერში არ შეიძლება თქვა დაპორჭკნა არა ეგ კიდე ვინ უნდა დაპორჭკნოს საკუთარი თავი ხოცები არა საკეთვაით აი მაქსიმუმი რა ბალიშებით ჩხუბის რამე ინსტალაცია პერფორმანსი რა შენ თუ გახსოვს არ ვიცი პროსტა რაღაც მე ეგეთი რაღაცა მახსოვს ფანტაშორის ერთი ბრუნოს ჩხუბი გახსოვს შენ თუ გახსოვთ სადღაც ვიღაცები ეხა იმას ვიწყდი ვიღაცამ სადღაც რაღაც კავკასიის პანკის ლექსიკაზე გადავალ სადღაც ვიღაცამ რაღაცა ვიდეოზე თქვა რომ ნანახი მაქვს სადაც თვით ორალური სექსით არის დაკავებული ადამიანი არ ეგეთ ვიდეო არ იცი შენ ხო ანუ flexible ბიჭი მე პროტესტი არის ეგეთ რაღაცა საკეთებს ჩარლი მენსონი და დაახლოებით მერლინ მენსონი ჩარლი მენსონი ამშობა ეგეთი რაღაცა რომ გამოაგდოს ანუ ზუსტად ეგ კი არა აი მაშოკირებელი ეგეთი საერთოდ არ გამოკვირდება მე თუ მე რომ მკითხო საერთოდ არ გამოკვირდება საკუთარი და ვაფშე ეგრო ჯგუფური იყოს თვით ანუ ფლეშმობი რო იყოს ეგ აი არ ფლეშმობი რო გაიჩიტა რატო არ გინდა რა ტრამპმა მოგწაულ ანუ ეგ იქნება ყველაზე მე მოვცა მე გური სერიოზულად ვთქვა ჩისტა ლიბერალური პერსპექტივიდან ეგ იქნება მართლა რევოლუციური აქტი ჩისტა ლიბერალური პერსპექტივიდან მართლა იქნება
მე მგონი რომ მე და ერთმანეთს ძველი ქვეყანა მარტო ამაზე ილაპარაკებს. და ტრამპზე გადავიდე. ტრამპის იგივეს ამბობს. ტრამპი არ ამბობს იგივეს ვაფშე. ტრამპი ამბობს რომ ხალი-ხალია და კაცი-კაციაო და სად არის გრიგოლიას ვიდეო არის არსებობს სადაც ამაზე დასცინის ჩვენ დაგცინის კონცერტს ხო გვაქვს ვიდეო. კი, მახსოვს ეგ. და რატო დაგცინის? აბა კითხე გრიგოლიას. ბიჭო, არ გრიგოლიას ამოხსნა. გრიგოლიას საწავა. ბევრად მაგრად ამოხსნი გინდა დოის ყველა გიჟ რევოლუციონერს, არ ვიცი, ლაზარეს, მამამის გრიგოლია პროსტა მგონია რომ ინსტინქტების იმაზე გარე იმპულსების იმაზე რეაგირებს პროსტა ცოცხალი ორგანიზმია და всё და არაფერი მასში ესეთი არა საპიენსად ვერ გარდაიქმნა ცოცხალი ორგანიზმი როგორ როგორ სოკოა მაგალითად არა რასა სოკო ფილოსოფია სოკო რასა ბიჭო შეიძლება სოკო ცხოველზე ზოგ ცხოველზე მაგარი როჟა არის სოკო აბარა კარგი სოკო. სოკო არა, ის არის კიდე. კარგი სოკოს გრიგოლიაზე მეტი ტვინი. არა, რა სოკო, ბიჭო, კარგი ვთქვათ, ესეთი აი ყვიანი მცენარე. ხავსი. ო, ხავსაც აქვს კოლექტიური მეხსიერება. სოკო მაგალითად, სოკოს ხაბეიშვილი, გრიგოლია და ერთ სამი ჟორჟოლიანი ერთად დაუსვი უნარების ტესტი თუ არ მოერი. ცხოველები რაც ყვავი მაგათ ვარ. მაშინ სხვანაირად ვლაპარაკობ. ყვავი სხვათა შორის თელ ამ რადიკალურ ოპოზიციას. პლანქტონი. აი პლანქტონი არის რა, არ გვიდა რა. სოკო მეც ძალიან ბევრი მოვიდა. სოკო ძალიან მაგარი როჟა. ოდი სოკოებთან გვაცრავდი. თან რომელ სოკოს გააშკო? დოიაშვილი გვაქვს, ეხა გუბასანიკიძე ყოლია, გავუშვით. ისიქცავთ კოცებო, გაუნახლებელო კოცებო. მოციქულეთ თქვენ არის, პირველი ქრისტიანები არის. მებრძოლი ათეისტები არიან, გუბას, მაგრამ ეს მინდა გითხე ეს კობახიძე, ნუ რაღაც საშინელება ეს არა, კობახიძე საერთოდ მოვლენა რაღაცა. დღეს ან უსმინერები პსიქიატრის ახალი დარგი უნდა შეიქმნას. ახალი დარგი აგრესიული კობახიძეს კაი გააჩერეთ. არა, ის რა პაჯი გაწელია. კულტური სხვის მიმართ ერთი წამ და კობახიძის ინტელექტის დაწუნებაზე საუბრობენ. ოღონდ გუბაზი და ბიჭო, იმას ოპოზიციას აღიარებული აქვს, რო ჭკვიანი. ბიჭო, იმას აკვირდებით, რა ქვია იმას, აკუბარდია, რა პაჯი გაწელია, პატარა ჭინკა. შერხანია. შერხანი კი არა, რა ქვია იმას, ტაბაკა. ტაბაკა კი არა, რა ერქვა იმ შაკალს. ამახსოვს შაკალს რა არის. შაკალს. შერხანი იყო. შერხანი ვებხვი? აუ, ტურას რა ერქვა, კაცო. ბოდიში არ მახსოვს. უკრავი ნაწარმოები მაუგლი, კაი, რაც არის. ეგ არის, ხო? როგორი ჭინკა. მართლა. ეთი იმაზე რა. მე ბრძოლი ათეისტები არ. რატო არიან ათეისტები? არა, არ ვიცი, მაგრამ ამ გუბას კიდე რა უნდა, აი მე თუ მკითხავ მაგალითად. კაცი ამბობდა რომ ხაბეიშვილი არისო, ნამდვილი ვარსკვლავიო და წინააღმდეგობაზე შორის მე ძალიან გამიჭირდა განსხვავების პოვნა და საუბარი რაზე არის. ჩვენ ნახეთ დოი და ჩვენ ნახეთ გუბაზი და მე მგონია რომ დოი და გუბაზის შორის უკვე არის ტოლობა. არა, გუბაზი ჯობია. გუბაზი რა მაგარი. არა, დოის ბევრია გასაკეთებელი კი ბატონო. გუბაზი ჯობია. ტოლობა რაში არის, უყურებ? გუბაზის და დოის დოი ბოლო პერიოდში გუდმივად იმუქრებიან და გინდა მაგათ დამუქრება მოგისმენა, გინდა კატას გაუცვევებია. ანუ კატის გაცვება კაცილებით უფრო იმიტომ შეგაწუხებს სული. მოდი გავუშვათ. გუბაზე არ იმუქრება. მე-14 გუბაზი გავუშვათ. თვალებს აბრიალებს. დაფსებული თვალები როგორ აქვს? გუბას 10 წუთი დამჭა და მე მაინც ფიქრობ. იმიტომ რომ სექტანტები ხართ, კოცები, არ გეშველებათ, არა. არ ეშველებათ ფაკად, მაგრამ ბოღმას საკუთარ ბოღმაში დაიხჭო. ბოღმის გამოძლა. მეტი არაფერი. გუბას ჩვენს რიგებშია ცვლილებები შესაძლებელი და დრო მოიტანა. ძალიან ესეთი ხატწერი გამოსახულება და აუდიო იყო. ბოღმის ლოგო ლაპარაკობს. ჯერ კიდე ფორუმი როცა იყო 2016 წელს გამოვიდა და ბიზინა ივანიშვილს მიმართავდა რომ უფლება მოგვეციო რომ პატივი გცეთო. ეთქო ბიზინა ივანიშვილი საერთოდ ის რეებიც იკადრა ამან ხო საერთოდ აღარც მოусმინა არც ალაპარაკა და ამან უფლება მოგვეცდო ერთხელ შეგხვდეთო აგიხსნათო და პატივი რო გცეთო მაგის უფლება და
საერთოდ პასუხიც არ გასცეს კიდე და არაფერი, მე დაემსგავსა იმას, რასაც დაემსგავსა. ჯერ იყო და თავი ბაზარზე გამოიტანა და ისო არო რა ქვია, პარტიზანი პოლიტიკოსი ვარო და მე მიშა მიყიდ, ჯერ ოქრუაშვილმა იყიდა, მე ოქრუაშვილმა. კალონები არ მისა, როგორც მე ოქრუაშვილმა კაცო. თვითონ თქვა კაცო. ოქრუაშვილი რო დაიჭირეს, ამან თქვა რომ ეს არის უმტკიცესი ფოლადიო. რასაბობთო ამის გატეხვა როგორ შეიძლება და იქიდან მე უღალატა და ოქრუაშვილმა ტალონები მოვაკელი და მაგითო გამექცა. მე ბუჯანაძესთან. მე ჩავიდა მიშასთან, არა, ბუჯანაძესთან. არა, მე ჩავიდა მიშასთან. კოსოვო, ვიზია, როდის ამბობდა ბუჯანაძესთან იყო, ეგ იყო ბუჯანაძესთან. მან დარი ოქრუაშვილთან. არა, ოქრუაშვილის მერე არ ყოფილა ბურჯანაძესთან თქო. ვისია კოსოვო? მე ჩავიდა მიშასთან, ეხლა იმან რაღაცა გადვალყავებული სუფრა დაახვედრა, იყიდა, არ ვიცი 5000 ლარად. კატალეტად და ტიპი გასკდა ისე გაბოროტდა. იმის მერე ყველაფერს კადრულობს. მიშაო ადრე რო ეძახდა რომ ეს ადამიანიც არ არის და ზაღლიაო. სადაც ეძახდა რომ ესე იგიო ყველამ რო ყველაფერი აპატიოსო, ტერიტორიების დაკარგვას არ ვაპატიებო მიშასო და არ ვიცი ყველა სიტყვა გამოყენებული აქვს რაც კი შეიძლება რითიც შეიძლება გალანძღო ადამიანი და მე ამბობს რომ მიშა არის დასავლეთის და აღმოსავლეთ ევროპის ვარსკვლავი და ყველაზე მაგარი პოლიტიკოსი და გეშინოდეთ გაქცეული ლიდერებისო და აიათოლა ხომეინი შეადარა ბიჭო მიშა. მოდით ახლა ჩვენ სინამდვილეში დავიწყოთ მოსმენა ადამიანის რომელიც დოიაშვილის მსგავსად იქნება რისხვა ჩვენი კოცების. რანუკა ჯორჯოლიანი სტუდია უკვე ამდენი ვახიძემ უნდა იცოდეს რომ ჩვენ ახლა ვიწყებთ აქციებს. სინამდვილეში ეს რაც აქამდე იყო ეს იყო რეპეტიცია და აქციები იწყება 20 იანვრის შემდეგ. სინამდვილეში აქამდე ვართ დიდიც ჩვენ იმიტომ რომ მათ ჰქონდა დიდი მოლოდინები ტრამპთან დაკავშირებით. ეხა აღარა გვაქვს ხო? ტრამპია ხო აღარა ხო არ მოხდა. ტრამპის ინაugurაცია ხო? ინაugurაცია ხო არ მოხდა. რისი თქმა მინდოდა რა გუბაზიზე ვამთავრებდი რომ იქ რაც ხდებოდა კიდე აქციაზე ამერიკის დროშებით და ევროკავშირის დროშებით რო გამოდია. მე მგონია რომ ეს არის თვითკოლონიზაციის საუკეთესო მაგალითი. ერთი რო თვითკოლონიზაცია, მაგრამ რაღაცა ცნებითი აპარატის ისე მორღვევა, ისეთი მოშლა, აი ამ სიმბოლოების, აი ამ აღნიშნულების. ამერიკა ეხლა გაცხადებულად ამბობს რომ პირველი ნატოდან დავეგზიტები, მე ვარჩენდი ნატოს, თუ 5%-ს არ შემოიტანენ ისინი. დავაი ნატო. დავაი. ნატოდან თუ გამოდის ამერიკა, ნატოს იდეა იკარგება, ჯანმოდან გამოვიდა კი ბატონო. ამას დამატებული უჭერს ახლანდელი ადმინისტრაცია ისეთ პარტიებს ევროკავშირში, რომლებიც ევროკავშირის დანგრევის მომხრეები არიან. ხო, ევროსკეპტიკოსებს. ოღონდ როგორ ევროსკეპტიკოსებს იცი? აი AFD, აი პირდაპირ ევროსკეპტიკებს რა. Frexit და მაგას რო აწევია. საშინელ ხალხს. ლაპარაკობს გრენლანდიაზე, კი არ ლაპარაკობს. არა, კი არ ლაპარაკობს და ანონსებს, მაგრამ ლაპარაკობს მილიტარიზმზე, მილიტარიზაციაზე, ხო. მექსიკას უნდა დავარტყაო. ხო, ბიჭო. კარტელები და მოსპო იარაღი. კი ბატონო. და პანამა დავაი აქ პანამაზე არ არის სწორი ისე მომენტი. და ჩინეთს ხათა შორის. არა, ერთად პანამაზე არის თუ არა სწორი. ნუ მან დახლართული ამბავია. ჯერეთ მართლაც დახლართული ამბავი. არ მოკვდნენ იქ ამერიკელები, პანამელები მოკვდნენ და ლატინოსები, ხართ ამერიკის მოქალაქეები რო იძახის რომ მოვკალი დაიხოსდნენ, ნუ არა, მაგრამ ეგეთი მოლაპარაკება იყო რა, არ უნდა მიეცათ თავის დროზე, მიხდი? არა, ნახე შალვა. მაგრამ ეს ორ ოკეანეს აკავშირებს იმ ხელა შემოვლითი გზისგან, რომ არ ვიცი რაღაცა თვეების ეკონომიას და რენტაბელობას აკეთებს, მანამდე ქონდათ პროექტი ფრანგებს, ვერ გააკეთეს, ჩაიხოცნენ იქ, როცა უნდათ რომ ეს თაკი არა ეს გაეჭრათ და ამათმა მოიფიქრეს ინოვაციური მეთოდი, ეს რაღაცა ლიფტების სისტემა. გატარება გემის? ხო. უბრალოდ გაგწარმოდგენა $500,000-დან $1,000,000. რამაყუთ შედის ხო ხვდები? რიგიაო. და ეგ არის მე ჩვენ რო ლაპარაკობ. საზღვაო და სახმელეთო ვართობობის პრინციპი. ანუ რატო უნდა ამერიკას პორტები? იმიტომ უნდა რომ ყველა პორტი როცა ვაგისია, იქ ტვირთის დაბინავება, გაჩერება, გატარება, ყველაფერში ფულს იღებს ამერიკული მხარე. როგორც SWIFT-ის სისტემა, ხო? ჯერ მოდი მე მოვაგვარებ ჩემს კონტინენტზე რა ხდება. და მე მივხედავ სხვას თუ ამის რომ ექნება. თუ არა და ევროპა ფულს თუ არ გადამიხდით, დავაი რა. რუსეთსგან დასვა გინდათ, იყიდეთ მე გამგვრა განვანდია რომ არ ახსენა.
უახლოესი 24 საათის განმავლობაში გრენლანდიაზე არაფერი. ხო და საიდან დავიწყეთ ლაპარაკი? აგერ აქციაზე ამერიკის დროშას რატო ატრიალებენ? გეტყვი გუშინ დაიწყო. ამერიკა მხარს უჭერს, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, ევროკავშირის დაშლას. კი, უტრირებულად ეგრეა. ნუ უტრირებულად რა, საბოლოო ტელეოლოგიური წერტილი ეგ არის რა, პრინციპში. ეხებზე კიდეა ევროკავშირი, ხო რა? დაიშლება, არ რატო დაიშლება? ის იმათაც უჭერს მხარს, ვინც მხარს უჭერს დაეგზიტებას? როგორც ჩანს და ყველა ხედავთ ამას, ტრამპი ლაპარაკობს ფულზე. TikTok-ის შემთხვევა, როდესაც დებილმა თინახედაშვილმა დაწერა ფაფუ TikTok-იო და ცოტა ხანში ახლდა და როცა ტრამპს შეეკითხეს TikTok-ი რატო აღადგინენთო? ჩემს გარეშეო, ანუ ამერიკის გარეშე ღირს $0, ჩვენთან ერთად ტრილიონიო. შესაბამისად, მე მაქო გასაღები TikTok-ისო, value მე მაქო რა, ღირებულებას მე ვფლობო და 50-50-ზე გავაკეთოთო. არა, ის რას ამბობს? 50-50-ზე გავაკეთოთო და ვივაჭროთო. ანუ რასაც ეს კაცი ლაპარაკობს 99% არის მაყუთზე რა. აბიზნესო, ისე ხიშნიკი. ესენი უძრებიან, გაიგე, ერთად ჯერ მოდი დავიწყოთ. მოდი რა, პირდაპირ თქვა, ანანუკას დედას ვაწირე. ჩვენი ეგრეთ წოდებული მაიმუნი პრეზიდენტი. რა სელფები დადო? ჩანგალზე ასვლა და შეტევა საქართველოში იყო ყოველთვის დაბალი დონე. რა ჩაიძინა პოპსტარში არ იყო ალბათ და ეგ არა საქართველოში გაზრდილი და ქართული კულტურის მატარებელი. პოპსტართან რომ მიდიხარ და ახლოსაც კი რო ვერ მიდიხარ და სელფს რო ვერ იღებ და შორიდან რო იღებ. ჰარისონ ფორდთან წერს ინტერვიუს. ხო, აი და ახლოს ექსკლუზიურნა ინტერვიუ მითხარისო და ფოგდა. ხო და როაგინებს რა და ბაშოლ ნახე. ყველაზე მაგარი მაინც იყო ეს ორი თაღლითი, ეს გაწამებული ბერიკაცი, რომელმაც ამდენი მილიონი დააგროვეს და აი ეს პაზორნად სადღაც რიგში დგანან კარმანშიკები კარმანშიკები. ლიპკიე ბანჯიტი რო დავიწვით. ესე რო და გავწიეთ მაგარი. ესე რო და დავიწვით. ლაპატნიკები გაწიქეს რა და დგანან ბიჭო. რა ვჭირთ ბადრის მამუკას ამხელა ხნის ხალხია ფული გააკეთეთ ცხენები ყავთ ეკლესიაში დადიან თავი კაცი გონიათ სად დადგნენ ბიჭო სად აი ამ გამოჩნდა რომ ესენი არიან თვით ასე თქვა კოლონიზებული ეთები ნანუკა ჯორჯონიას რაც შეეხება იგი იმეორებს იმას რა რაჩას უნდა და რაღაცის ხო მე ნანუკა აი ამ და მე დათო გორგილაძე გვაქვს ძალიან ძლიერი მიმართებებზე და ჩვენ მიმართებაზე ხო ანუ უყურე მან თავარა გუშინ რომ ამათმა ამერიკის დროშები გაშალდეს ეგ იყო ძალიან ტრაგიკომიკური სანახაობა, იმიტომ რომ ტრამპმა რაც ილაპარაკა, მაგ აქციის ლიბერალური სულისკვეთება, რაც არის სრულად იმის დამანგრეველია რა. იმიტომ რომ ტრამპი რეალურად ინაუგურაციამდე ჩანდა ეგ ყველაფერი, მაგრამ ინაუგურაციის სპიჩი რო ამითი დაიწყო. ტრამპი რეალურად სამყაროს ეუბნება არა მარტო ამერიკას და თავის ამორჩეულს ან თანამოქალაქეს, მთელ სამყაროს ეუბნება, რომ მე მთელი 4 წლის მანძილზე მარტო იმის მცდელობა მექნება, რომ ლიბერალური დღის წესრიგი მთელ მსოფლიოში დავასრულო. და ეს დაიწყება ყველაზე ელემენტარულიდან და მივა ყველაზე პრობლემურ საკითხებამდე. ამ დროს შენ რო ითამაშე ის რა ტრამპი მიხარია, იმიტომ რომ სანქციები გაგრძელდება, სანქციებს უფრო გააძლიერებს. ფულს აღარ მივცემ. ან ჯო უილსონის ყველაზე გაიulis ანაშენ, ბიჭო, ანუ გარდა ანუ ეხე კოლონიალიზმზე რო აღარ ვლაპარაკობ და მონუმენტალიზაციაზე. მინიმუმ არის იმდენად დაბლაგვებული ანალიზის უნარიან საერთოდ შეუძლებლობა ანალიზის. რომ ცოტა ტრაგიკომიკურ ელფერს აძენებს. აი მეც მინდა სანამ გადავალთ რაღაცა დათო გორგილაძე გავარჩიოთ. კი ბატონო გორგილაძემდე ერთი რაღაცის დამატება მინდა რა ჩვენ გარე სამყაროს ზოგადად და მსოფლიოს ჯერ კიდე საბჭოთა პერიოდიდან ნუ ჩაკეტილი გქონდა რაღაც წარმოდგენების სხვადასხვანაირი იყო ხო გარე სამყაროზე განსაკუთრებით დასავლეთზე ბევრჯერ რომანტიზებული. მერე დაინგრა საბჭოთა კავშირი გაიხსნა საზღვრები და თითქოს თავისუფალი სამყაროს ნაწილი გავხდით. მაგრამ მე აი მიშას პერიოდის შემდეგ მოვყვები რა კიდე განსაკუთრებით. სრულად ესე იგი არასწორი წარმოდგენა შეგვექმნა ევროპაზე. სრულად ანუ ბაძავდით იმას, რომლის ესე იგი ორიგინალიც არ არსებობს, ანუ ასლს ბაძავდით ჩვენ შექმნილს. მაგალითად, სინგაპური მიშამ გაგვაცნო, რომ ეს არის დერეგულაციის აკვანი, არა და სინგაპური არის ჩვეულებრივი იყო ავტორიტარიზმი და პირიქით მეტი რეგულაცია. ევროპა გაგვაცნო, რომ ეს არის, არ ვიცი, ფრი მარკეტი არა და ევროპა არის სოციალიზმი ჩვეულებრივი. ამერიკა გაგვაცნო, რომ ეს არის
თავისუფლება, არა და ამერიკა რო არის კონსერვატიული და ამერიკაში რო არის წესები, აი ეგეთი უნდა რა. ამის შემდეგაც ეხლაც აგერ ყველანაირი რესურსი არსებობს ინტერნეტში, შეგიძლია ინფორმაცია მოიძიო, შეგიძლია შენიც წაიკითხო, ანუ არავინ ხელს არ გიშლის ჯენზის შემთხვევაში რა. მაგრამ მაინც ამერიკაზე აი აქციაზე ვნახეთ, რომ ეხლა ამერიკის და ევროკავშირის დროშები ფრიალებს ერთად და ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამერიკის ახლანდელი ადმინისტრაცია ევროკავშირს როგორც ასეთ ერთობას მხარს არ უჭერს. და ყველაზე მთავარი ასეთი წარმოუდგენა გარესამყაროზე რატო უნდა გქონდეს? რატო ვერ მივაღწიეთ იმ ეტაპს? კავშირს კი არ უჭერს. რაც არის ის დავინახოთ. ბიჭო, კავშირს კი არ უჭერს. ფეხებზე კიდე თუ რამე მატერიალური ვიგო და ექნება, დაუჭერს, ყველაფერს დაუჭერს. ამერიკა first. აგერ ბაიდენის ბოლო ის ნამოქმედარი პრეზიდენტის პოსტზე ნახეთ რა. ყველა რა შეიწყალა, ფანუჩი, ხუთი ოჯახის წევრი, ხო, ნუ ამაზე ტიპს ყავდა გამოძიების ქვეშ ხუთი ოჯახის წევრი. ფანუჩი როგორ შეიწყალა? ხუთივე შეიწყალა. კოვიდში ესე იგი, მაგრამ დაგვაგვოიმეს კოვიდზე ესე. ეგრე გამოდის. ეხა გავიგებ ცოტა ხანში ვინ მოკლა კენედი, გავიგებთ მარტინ ლუთერ კინგი ვინ მოკლა და ასე შემდეგ. ეხა მე ნეტავინ ხო გავიგებ ზუსტად აქამდე ხო ქონდა ასე თქვა. მეგობრებო, ტრამპმა რომ გაუგზავნა სიგნალი პუტინს, რომ რაღაცებზე უნდა დათმოსო პუტინო და უკრაინამაც რაღაცები უნდა დათმოსო და პუტინიც გამოეხმაურა. ძალიან მალე ალბათ შეხვედრა შედგება და გაიყოფენ მეორე ამას იქ, მაგრამ ზელენსკის პრობლემაა, ზელენსკი რომ რაიმე დათმობაზე წავიდეს და დათმობები ძალიან დიდი მოუწევს, შეჭამენ იქ უკრაინელები, მაგრამ ეს ჩვენი პრობლემა არ არის. მოდი დათო გორგილაძე გავუშვათ. ფაქტია, რომ დღეს ტრაგედიაში გვაცხოვრებენ ეს ადამიანები. ანუ მომავალში შეიძლება ხელოვნებამ ეს ყველაფერი კომედია დაქციოს, იმედი მაქვს, რომ ასე იქნება, მაგრამ დღეს ტრაგიკულია ის ყველაფერი, რასაც გავდივართ. როგორი ქვეყანა გვინდაო, რომ თქვით, მე არ ვიცი მართლა შეიძლება, რომ ოდესმე ჩვენც ვიცხოვროთ იმ ქვეყანაში, როცა ქვეყნის მეთაური მომდევნო მეთაურს წერილს დაუტოვებს კონვერტით და გინება არ იქნება იმ წერილს. და ვიღაცები ერთმანეთს მოღალატებენ. არის ესეთი მე არ გავიგებ ამ მომენტს ტრამპი ზის ხელს აწევს და ჟურნალისტი ეკითხება რომ წერილი დაგიტოვა თუ და უიო არ ვიციო გამოხსნის უჯრას და აკო წლები შეიძლება დებულიყო ეს წერილიო და არც მენახა მადლობაო და მიყურა. წავიკითხო არა მოდი მე წავიკითხავ ანუ ეს ეპიზოდი. ეხლა რაც შეეხება გორგილაძის იმას რა ქვია და მთლიანად ამ ხელოვანების პათოს. ეს ადამიანები უბრალოდ მე მინდა შეიძლება რიტორიკული შეკითხვა დაგისვა. რატომ რომ მსახიობები, რეჟისორები, ეგრეთ წოდებული ჟურნალისტები და მწერლები ასეთ დონეზე რატომ აყენებენ თავიანთ პრობლემას, რომ აი იქ უნდა განხილულიყო ინაუგურაციის დროს სალომე იმასთან უნდა მისულიყო, სალომესთან უნდა შეერთახმებინათ და ჩინეთის ამბები იდაშევთან. აი რატომ აქვთ ეს თვით განდიდების ესეთი მანია? თუ ესეთი რიტორიკული შეკითხვა და საზოგადოების ნაღები რატო გონია? საზოგადოების ნაღები ამ შემოქმედ თავი მაგას კი უფრო სწორად საზოგადოების ნაღები რატო გონია ამას კიდე ვიგებ, მაგრამ ქართული საქართველოს რუკაზე რო არის სადღაც და ასე შემდეგ. რატომ გონია რომ მისი ხმა იქ მივა, მის საკითხზე დაფიქრდებიან, მასზე ილაპარაკებენ, აი გამოდის ვიღაცა კუტაბიჭი გამოვიდა და შეიძლება ის სიტყვაში საქართველოს არ ახსენო, მაგრამ გარემოცვაშია ბევრი ადამიანი ტრამპის გარემოცვაში, რომელიც საქართველოსზე ფიქრობსო. აი რატო გონია ეს? ლიდია, მე არ მგონია რომ ეგრე გონიათ. აბა რა უნდა? მე დაჟე იმასაც გეტყვი, რომ საკუთარ თავზე წარმოდგენას, რასაც საზოგადოებას ასხევენ, ისიც მცდარი არის, იმიტომ რომ საკუთარ თავზეც არ აქვს ეგ მაღალი წარმოდგენა, რომელსაც თქოს რომ გაყიდონ, რომელსაც თქოს რომ დოი მილაპარაკოს, რომ თითქოს მას შეუძლია, რომ აი აქამდე ეს ყველაფერი ის იყო, რა ქვია, კამფეტები და ეხლა რაკეტები ეხლა იქნება, ხო? ანუ ეგ ხო თავდამბოლოდ მაგ ილუზიის შექმნაზე არის რა, რომ ჩვენ რაღაცა შეგვიძლია უბრალოდ თავს ვიკავებდით რა. ჩვენ გაცილებით უფრო დიდები და დიადები ვართ, ვიდრე თქვენ გვაფასებთან, ვიდრე ვინმე არ გქონს, იმიტომ რომ ეს ხალხი ხო რეალურად საკუთარ საზოგადოებას არასოდეს არ ემსახურებოდა. დოი საკუთარ საზოგადოებას ქართველი განსაკუთრებით ლიბერალი ქართველი რეჟისორი საკუთარ მაყურებელს არ ემსახურებოდა არასოდეს. ფეხებზე ეკიდა ქართულ კულტურაში შენატანი რაიმე ტიპის დივიდენდი. მარტო იმაზე იყო მორგებული, სადმე გაჩთულიყო უცხოურ ტუსოვკაში. ანუ ეს იყო მოდუს ვივენდი. ამ მოდუს ვივენდის ახლა როცა გვიტრიალებენ და გვეუბნებენ რომ აი ჩვენ ნაღები რეალურად ამ საზოგადოების თქვენ წინააღმდეგ ვართ, მაგრამ ვერ გამარცხებთ.
როგორ შეიძლება ეს მოხდეს თუ მაშინ ჩვენ არ ვართ აბსოლუტური ლუზერები ან ჩვენ მაშინ რასაც ვამბობთ ჩვენ ის კი არა შემოქმედებით შეგვიძლია რაღაცა ცვლილებები გამოვიწოდოთ ან რაღაც აბსოლუტური მათ წარმოადგენთ უსამართლობაზეც კი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ვერ ვაცვლებთ წარმოადგენას შემოქმედებით კი არა ის რო ან რაღაცა იმიტომ რომ ესენი ხო ამბობენ რომ მართლა მოხდა ხო 300,000 ხმა გაყალბდა ის რა ქვია კარუსელები დატრიალდა სალომეა ლეგიტიმური პრეზიდენტი ან მაგაშიც ხო ვერ არწმუნებ რა ხალხს იმას შემოქმედებით ვერაფერი ვერ გააკეთა სიტყვით ვერაფერს ვერ გააკეთებს მაგრამ ილუზია ხო უნდა შეინარჩუნოს რომ ის რაღაცას წარმოადგენს მაინც კითხვა დაისვა რომელი უფრო თვერანიაო ჭოლა თუ დოიო და აი ჭოლას მოусმინოთ და მე ჭოლა უფრო ხიდრი მგონია ვიდრე დოი გაცილებით აბა შენასპექო დოი თუ ჭოლა ხიტრობით ბიჭო არ ვიცი არის აბა მოусმინოთ მე უფრო დევიდ ლინჩი დოი უფრო ცხელთავიანი ბიჭო ანუ არ ვიცი რას მეკითხები რომელი უფრო კაია რომელი უფრო ხიტრია რომელი უფრო სისულელებს ნაკლებად ამბობს სიგიებს ნაკლებად დავის ესე არ გაის აი ესე არ გაიფარჩაკებდა თავს აბა ნახოთ ასაბოთ რომ მეც ესე მგონია ხიტრია უფრო სიტყვას უფრო მაინც გურულია რა კი რა თქმა უნდა ხო გავუშვით არა გვაქვს ხმა არა გვაქვს დავიდე მოლოდინის მომენტი ტკივნეული მოლოდინის მომენტი როდესაც არ ვიცით რამდენი ხანი უნდა იყოს ეს კიდე უფრო მწარეა ვიდრე წყლის ჭავლი და რა ქვია გაზი და აი ისტორია ანუ лучше ужасный конец чем бесконечный ужас თქვა კაცმა კი იმიტომ რომ დისკომფორტია გესმის ჭავლი ჭოლას ხო არ მეჭოლა იქ ხო არ დადგება პოლიციელს პიროტექნიკას ხო არ ეს ჭავლი მიუშვირო და შესაბამისად მისთვის ეგ დისკომფორტი არ არსებობს მაგრამ არსებობს ის დისკომფორტი სადაც ეუბნებიან რომ შენ მოიცა კარი დღეს რა შვები ისვენებ შენ კაჩალკაში ზიხარ და რაღაც იმეშვები მაიცა ჭოლამაც გააჩერა თავისი ჭოლას გააჩერა თუ არა ჭოლას უმწევს რომ გარეთ გავიდეს იმიტომ რომ არ ჩაქოლოს თავის მასასთან გაჩერებული ხდება და მაგითია დაღლილი ძმაო როდემდე უნდა იდგეს გარეთ აღარ შეუძლია აღარ აქვს სახელმწიფო დაფინანსება ხო არ არის მარჯანიშვილთიაში და ჭონიამ გაუკეთა ელტონ ჭონიამ გაუკეთა აიღო მაგან გრანტი კაცო არ არის ეგრე რომ ბოლომდე გათავისუფლდა სახელმწიფოს ბრძოლებისგან არა აწარმოდა გრანტი რომ გააკეთა ის ყოველდღიური ხელფასის გრანტი არ იქნება არ იქნება მაგრამ ხო მაგრამ ფული ხო უნდა ყოველდღე მაგის შემოსავალი იყო სპექტაკლი კაცო და ეხა იძულებულია გაურკვეველი ვარდით შეაჩერო სპექტაკლები და არ მოწოს ეგ. კარგი, მოდი აი ეს გენიალური გარისონ ფორდია ერთი და მეორე კახა გოგიძე და გავუშვით. ყველა მიცის? რა იცის, აბა? რა სხვა ყველა ვიცი? ძალიან მაგარი იყო. გავუშვით აბა? ხოც რა უნდა მოთხოვო გონიერება ხო? ნუ რაღაცა სიყვებით ერთ ბორბალში გადის ერთ წრეზე და გონია ეხლა ძალადობით რამეს მიაღწევს. უბრალოდ არ გამოვად, განწირულები არიან. ეს უბრალოდ კარგად აჩეს მათ ნამდვილ სახეს. აი სიველუის სახეს რა, ის რაც არ მესმის, არის გასანადგურებელი მათი აზროვნება ამას არ ცდება რა. აი მონის აზროვნება რა, შეჩვეული ჭირი გერჭოს შეუჩეულ ხის მანდელან გამოდიან. რა უნდა ვერ გავიგე? ის ამბობს რომ შენ ხარ მონა გაიგე, იმიტომ რომ შენ ირჩევნია დღევანდელი კვერცხი ხვალიდელ ქათამს, მაგრამ ქათამი რო არ აქვს არც იმას ხვალიდელ ქათამს ვარ პირდებიან, ეს ხო ბობოქარია. ანუ ეს ამბობს რომ დავარტყათ რუსეს, ომი გვინდა, დავარტყათ, შეუტიოთ. მე რაც მოხდება ჟანგიანი ტანკები. არ არის პრობლემა შეუტიო და შენ კიდე ამბობ რომ არ შეუტიო და არ გვინდა ომი და ამიტომ მონახარ შიშარა ეს კიდე ბობოქარი გაიგე უკრაინის რატო არ ამბობს აი ჩამჭრელი კითხვა ხო და გარდა ამისა უკრაინის პატრიოტი ხო არის უკრაინის რატო არ ამბობს ყოველ კვირა ვიგებთ ამბავს როგორ გარდაიცვალა როგორ დაიღუპა იქ ქართველი ჯარისკაცი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ხალხო როცა ადამიანი ბრძოლის ყველაზე გარდაიცვლება ის ეხა შენი მომხრე იყო თუ არა ეს უბადრუკები იმათაც ასცემენ პატივს შორიდან ასე ვთქვათ უსაფრთხო დისტანციიდან გუნდრუქს უკმევენ და ამხნევებენ და თვითონ კიდე აქ არიან საცოდავად და დეგრადირებულად ირაკლი კუპრაძე რომელია იცით? კი როგორ არა მაშინ პატასიკოლია გავუშვით არ გვინდა გავუშვით
ეს არის მოძრაობა, რომელმაც აუცილებლად უნდა გააჩინოს ახალი ქართული სახელმწიფო და ეს ახალი ქართული სახელმწიფო უკვე დაკვეთილი გვაქვს ქართულ საზოგადოებას და ახლა ჩამოვაყალიბებთ კონკრეტულად რა არის ჩვენი დაკვეთა, ეს აუცილებლად ეს არის განვითარების შემდეგი ნაბიჯი, დარწმუნებული ვარ ამაში და აუცილებლად ამ დაკვეთას ვინც უპასუხებს, ისინი იქნებიან ახალი საქართველოს პოლიტიკური სპექტრი. შენი დაკვეთი ხელახლა დასაკვეთი. დაკვეთაც კი არის რა. მართლაც მე მქონია შემთხვევა შევდივარ ხოლმე სხვადასხვა ოლებზე და ვინ გინდათ. და არის ეგეთი აბსოლუტურად იდიოტური პასუხი, რომ მე არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უჭერ მხარს, მაგრამ როცა ხელისუფლება დაემხობა და იქნება ახალი არჩევნები, ყველა იქნება თანაბრად. ყველა თანაბრად. ვინ გააფერადა მაშინ? აიგა რა მაშინ. ვინ გააფერადაზე ეცემა უკვე პასუხი მე არავინ არ გინდა არა ის. სხვათა შორის შეიძლება არც გაგცენ რომ გავაფერადე უკვე ვინ არის, იმიტომ რომ მან რევოლუცია არ მომიწყო. მაგას თუ იყოს თემა. არის ამბობენ რომ მე რომ რევოლუცია ვერ მომიწყო, აბა რატო ვერ მიდიან ახლა ეს ვიღაცა დეგენერატი. აი რამდენი ვიღაცა ვინც რევოლუციაზე ზადნავს კაცო. ეგრე არ არის. ნუ საბაბუაძე და მოჩთა. საბაბუაძე. ჩვენ გვჭირდება რეჟიმის ჩამოშლა, რის შედეგიც იქნება შემდეგ ახალი არჩევნები. ამ რეჟიმის ჩამოშლის გზა გადის საზოგადოებრივ წინააღმდეგობაზე, პროტესტზე და მათ შორის ჩვენს პარტნიორებთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობაზე იმისთვის, რომ დაიმსხვრეს ყველა ის მითი, რომელსაც ისინი მათ შორის ყობახიძე საზოგადოებას, რომლითაც ატყუებდნენ საზოგადოებას. მე მგონია, რომ არის ძალიან არასწორ ადგილას. მე მგონია რომ ეს კაცი არ უნდა იყოს პოლიტიკაში, იმიტომ რომ რაღაცნაირი ისეთი ანუ სხვანაირი ბიჭი ჩანს. არა, აბსოლუტური ჩმორია, ბალოტნაირი ჩმო, იმიტომ რომ მის თანხლებ ქარებს მოვიდათ უთანხმოება ვიღაც ბიჭებთან და ისინი ეწინებოდნენ ამ ბიჭებს წინახაზე და ეს კიდე იღებდა იმითი რა. შენ გადაღებავდე რა ქნა არის, იცი? არა, პეტროეში ასხაც, მაო. პეტროეში ასხაც გამბედავა უნდა. ხოლო მე ურჩევდი სას პოლიტიკას გაეშვას და რავი ან ოჯახურ ბიზნეს იმას ხნა შეეყუდოს ან რაღაცა ახალი მოიწვიოს ხელსკვიტობა ან რაღაცა მე რამდენად ვიცი ეს ბიჭები არიან იმუბნელები და არ ჩანს იმიტომ რომ სუდი ბიჭი არ ჩანს არა უყურე იმ უბანში რომ მუშაობ ყოველდღე იწევს გასვლა გამოსვლა მანქანა არის ზოგადად ჩემი ხანგრძლივი თბილისური ცხოვრების განმავლობაში უბანთან ნორმალური ურთიერთობა უნდა გქონდეს შენ შეიძლება პირადად არ მოგწონდეს იმ ბიჭების პოლიტიკური ხედვა, ადამიანურად რაღაცნაირად უნდა, ასე ვთქვათ, და ეს სპრეი იმათაც რო აღმოაჩენდა თვალებში კი არა, სხვაგან რო შეასხან. მაგდენი ეს არის ცხოვრებას საკითხი, რომელიც დაფიქრებას საჭიროებს. ხვალამდე მეგობრებო. მადლობა ყურადღებისთვის და ხვალამდე.